გამარჯობა კენდია თქვენთან, მოკლედ ამ ვიდეოში მინდა გასწავლოთ როგორ მოვიმატოთ FPS-ი Blox Fruit-ში და ასევე როგორ დავაყენოთ აი ესეთი შავი დოუგი, ძალიან ბევრი თხოვნა იყო და ბევრს აინტერესებდა. თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს, ხო და დღეს გასწავლეთ როგორ გავაკეთოთ ეს, როგორ ავიღოთ შავი დოუგი და პლეოს, ვისაც FPS-ზე გაქვს პრობლემა კომპიუტერში, 80%-ით ეგ პრობლემაც მოგიგვარდებათ. მოკლედ იმისთვის რომ ავიღოთ შავი დოუგი, ამისთვის უნდა ჩავიწეროთ ორი ცალი ფაილი, ერთი თვითონ Blockstrap უნდა ჩავიწეროთ, ანუ launcher-ი, ჩვეულებრივ უსაქვთ ხო, არანაირი პრობლემას არ შეგიქმნით, ანუ ეს ცალკე მუშაობს, Roblox-ი ცალკე მუშაობს, მაგრამ თამას ჩვეულებრივ რთავს, ანუ არანაირი პრობლემა არ არის, პროსტა გეხმარებათ რომ გქონდეთ კარგი FPS-ი და გამოსადეგია ერთი სიტყვით რა. ჩვეულებრივად შეხვალთ Blockstrap-ის website-ზე, links აუცილებლად აღწერაში დაგიტოვებთ, დააწვევით ესე Blockstraps, download-ს დააწვევით და ჩაიწერთ ჩვეულებრივად აი ესე უპრობლებოდ. როგორც კი ამას ჩაიწერთ, ბოლო ვერსიას ჩვეულებრივად, შემდეგ უნდა გადმოვწეროთ აი ესეთი ფაილი, ამასაც აუცილებლად აღწერაში მოგიყოლებთ, აი ესე დავაწვევით და ჩაიწერთ ჩვეულებრივად. როგორც კი ამას ჩაიწერს, იქამდე აუცილებელია დაინსტალიროთ Blockstrap-ი, აი ესა, როგორც კი დაინსტალირებთ ამ ყველაფერს, launch-ი არ გააკეთოთ, ჯერ არ გჭირდებათ, შედით setting-ებში და უნდა შეხვიდეთ mode-ებში. შემდეგ აწვევით open mode folders, აი ესე და აი აგერ Blockstrap-ზე გადადიხართ, აი აქ, შემდეგ შედიხართ ვერსიებში, აი აქ და უნდა შეხვიდეთ platform content-ში, აი ესე, მერე PC და ტექსტურები. აი აქ შეიძლება თქვენთან 4 ან 5 ცალი ფოლდერი იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. აი ესეთ რაღაცას გააკეთებთ. გახსნით იმ გადმოწერილ folders, ტექსტურა რომელიც გადმოგაწეინეთ, აი ესე მოაკოპირებთ და აქ გავუკეთებთ paste. და მისცემთ replace the files. აუცილებლად ამას თუ არ მოგიგდებთ, თავი დაანებეთ. ეს უნდა მოგიგდოთ უეჭველი. აი, ესე გათიშავთ, შემდეგ დაასეივებთ. ასევე აქ შეგიძლიათ მაუსის ისიც შეცვალოთ, აი მაგალითად 2013 წლის, 2006 წლის რომ დააყენოთ რა. ასევე შეგიძლიათ ძველი ავატარის საუნდი გამოიყენოთ, ძველი სიკვდილის ხმებით შეგიძლიათ დააყენოთ. კიდე engine-ში თუ გადავალთ, აქ შეგიძლიათ აი მე ხა ბოლომდე მაგ გრაფიკები აწეული, შეგიძლიათ ერთზე რაც შეიძლება დაბალზე დაუწიოთ, შეგიძლიათ shadow-ები გამორთოთ, ტექსტურები ასე რომ ვთქვათ, ცოტა შეამციროთ და FPS შეგიძლიათ აუწიოთ რამდენზეც გინდათ. მაგრამ ყველაზე კაია 240-ზე დააყენოთ. Texture quality დააყენეთ 2-ზე ან 1-ზე, ან lowest-ზე შეგიძლიათ დააყენოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება არ იმუშაოს Black Dog-მა რა. ცოტა კაი გრაფიკები ჭირდება, ეს render mode-იც ავტომატიკზე დააყენეთ, თვითონ გაგიშვებთ როგორც არის საჭირო. და სულ ეს არის, მეტი აქ არაფერს არ შეეხოთ, არ გჭირდებათ, მეტია პირველად დაასეივეთ, აი ესე გათიშეთ მერე. და ჩართეთ Blockstrap-ი. Launch Roblox. ანუ თუ თქვენთან გრაფიკები აირია, ანუ დროდადრო ემართება Blockstrap-ს, რომ აი გრაფიკები ირევა, ხანდახან თამაშის ხმა არის მის და რაღაცა რა. ანუ მაგას ყურადღება არ მიექცეთ, არ შეშინეთ, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ ხელახლა გააკეთეთ ეს ყველაფერი და გამოსწორდება რა. ანუ ხელახლა დაინსტალირეთ Blockstrap-ი და ჩვეულებრივად როგორც ეხლა ჩავაგდეთ ეს ყველაფერი, ისე ჩააგდეთ და არანაირი პრობლემა აღარ იქნება. ასევე ჩვეულებრივ Roblox-ი ეს setting-ები არ გადადის, ანუ არანაირი პრობლემა არ შეგექმნება, თუ მაგალითად აურია და ფსუ აღარ გინდათ, უბრალოდ წაშალეთ და ჩვეულებრივ Roblox-ი ჩართეთ. ან წაშლაც არ გინდათ, ჩვეულებრივ Roblox-ი რო ჩართოთ, ეს ფაილები არ გადადის იქ, ანუ ეს ცალკე მუშაობს, ის ცალკე მუშაობს და არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. ჩვენ სანამ ეხამოს ველოდები და შევალთ, აუცილებლად გამომიწერეთ YouTube-ზე და ლაიქეთ ეს ვიდეო და ზარის ღილაკიც გააქტიურეთ, რომ არ გამოტოვოთ მეტი მსგავსი ვიდეოები. წყალის ფორმა შეიცვლება, ვიცოდეთ. Angelis ფრთები, კუდი, იმის რა ქვია, შარკის და ბევრი რაღაცა შეიძლება. აი ასეთი ფერი მიიღო. ეხლა ჩემთან უყურეთ, შავი წითელშია, ხო ხედავთ, ეს არის აურის დამსახურება, იმიტომ რომ pure red რომ აქვს, წითელი აურა. მიიღო აი ესეთი წითელი ფერი. მაგრამ თქვენ თუ აურას შეცვლით, აი ესე
თქვენ თუ აურას შეცვლით, მაგალითად დავაყენოთ კიცუნეს აურა, აი ესე. ესეც შეიცვლება, უყურეთ. სვაფერი მიიღო. აი, ნუ არ ჩანს ეს აურა კარგად, მაგრამ ო, ეს აურა არ ჩანს. ეთქობა, არ არის გრაფიკები. აჰა, თეთრი ავიღოთ. თეთრი ჩანს. თუ არ ვცდები. აურა არ ჩამირთია ხელახლა. კი, აი, თეთრი გამოჩნდა. ჩვეულებრივად. თეთრი აურა აქვს ჩვეულებრივად. ამიტომ ახლა სვაფერი დავაყენოთ კიდე. აჰა, იასამნის ფერი დავაყენოთ. გახდა შავი იასამნის ფერში. всё, სულ ეს იყო. FPS-იც მოგვემატა და Black Dog-იც გვაქვს. ასევე ბევრი რაღაცა გადაიქცა შავად, მაგრამ არაფერი, მთავარია ლამაზია და კარგია. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონა ეს ვიდეო და გამოგივიდა ეს ყველაფერი, აუცილებლად დალაიქე ეს ვიდეო, გამომიწერე YouTube-ზე და დატოვე კომენტარი რა გადავიღო შემდეგში. Peace.